ეს ვიმუშავებთ განზრახვის შექმნაზე, ნეირო ალგორითმზე, რომელსაც ქვია განზრახვა და გამოვიყენებთ ამ ალგორითმს იმისთვის, რომ აი ეს ჩანაფიქრი, თქვათ, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ამ მოცემულ პერიოდში და რაღაცა მიზანზე ვმუშაობთ, რაღაცა პროექტს ვახორციელებთ, გვინდა რომ ეს კარგად გამოვიდეს. აი ამის განზრახვა ჩამოვაყალიბებთ აქ მშვენივრად და ვუშვებთ სივრცეში. ნეიროგრაფიკის მნიშვნელობაზე ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ, ასევე მაქვს Telegram არხზე მარათონი, რომელიც არის ღია უფასო და იქაც საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ ამ ნეიროგრაფიკის დანიშნულებაზე. არ გვავიწყდება, რომ პირველ რიგში ფურცლის უკანა მხარეს, ან ცალკე ფურცელზე ვწერთ თემას, რაც შეეხება ჩვენი განზრახვა და კონკრეტულად რას ვამუშავებთ, რა თემას. ამ თემასთან დაკავშირებით 2 წუთის მანძილზე 20-22 სიტყვა უნდა ამოწეროთ და მხოლოდ შემდეგ იწყებთ მუშაობას ნამუშევარ ნახატზე. ხატვის ცოდნა აქ არ არის აუცილებელი, მთავარია მიყვეთ, როგორ უნდა გაივლოს სწორად თქვათ ნეიროხაზები და რის მერე რა უნდა გავაკეთოთ. დავიწყოთ, მოდით განზრახვას მივცეთ წრის ფორმა. ეს არის ჩვენ განზრახვა. ერთგვარი ნეიროატომი შევქმნით ახლა ჩვენ. და ესაც უკეთებთ ნეიროგრაფირებას გარშემო. შიგნიდან დავიწყებთ ხაზების გავლებას. და აუცილებლად ვფიქრობთ ჩვენს განზრახვაზე. აი ეს უკვე ატომს ვქმნით. შემდეგ უკვე ვიწყებთ აი ამ გადაკვეთის კუთხეების მომგვალებას, შიგნითვე ვამუშავებთ. შეგიძლიათ პირდაპირ აი ასე მოამგვალოთ, შეგიძლიათ გაყვეთ შიგნიდან და აი ასე მოამგვალოთ. ეს ტექნიკა ნახეთ, ბევრს ეშლება. ეს არ არის ტექნიკა, რომლის დროსაც უნდა მოდუნდე. ეს არის ტექნიკა, რომლის დროსაც უნდა მოახდინო მობილიზება. რატო? იმიტომ რომ ხატვის პროცესში ხაზებს როცა ვავლებთ, ჩვენ ამ დროს ვფიქრობთ, ეს სწორხაზოვანი ხაზი არ არის, რომ უბრალოდ თვალი დახუჭო და გაყვე, ის სხვა რამეა. ნეიროგრაფიკა არ არის პირდაპირ ესეთი არტ-თერაპია, ეს არის მუშაობა გონებასთან. და მოდით ახლა გავავლოთ ხაზები ამ ჩვენი განზრახვიდან სივრცეში გარშემო. ნეიროხაზები და ნეიროხაზებს არ ვხატავთ სწორხაზოვნად. ნახეთ, რომ იდის ხაზი უნდა წინააღმდეგობა გაუწიო, უნდა აკონტროლო, რომ ეს არ წავიდეს ტრადიციული აზრი შენგან, შენ ახალს ქმნი რაღაცას. და ხშირად იყენებენ აი ასეთ ნივთებს იმისთვის, რომ სწორად გაავლონ ნეიროხაზები და ხშირად რა დასაწყის ეტაპზე და ამას აქვე გაჩვენებთ, როგორ ნახეთ, როგორ მოძრაობს ეს და გაყევით, რომ სადღაცა წაიყვანოთ. უფრო გაგიმარტივებთ დანახვას თუ როგორი უნდა იყოს ნეიროხაზები გავლებული. მოდი კიდევ ცადე დავა. აი. და გადაავლეთ კიდე ზემოდან მერე. კიდე ახსნე რატო კეთდება ეს. რატო ვაკეთებთ არასწორ ხაზებს. ანუ მიჩვეული რასაც ვართ, იმ ხაზებს არ ვავლებთ და რატო? სხვა ახალი განზრახვა გვაქვს. ახალ განზრახვაში ყალიბდება ახალი გზები. ჩვენს იდეას ახალი, ანუ ტრადიციული გზები აღარ ჭირდება, რაღაც ახალი სიახლე უნდა შემოვიდეს. და ვეუბნებით გონებას, რომ მოდი გამიკეთე რამე ახალი გზა მომიძებნა. ამიტომ წავიდა ხელი, ხო? იმ გზით, რასაც არის მიჩვეული, ანუ ხო ხატვის დროს ხო სადღაც მიყავ ხარხას, არა, წინააღმდეგობას უწევ ყოველთვის და მიყავს საპირისპირო მიმართულებით. ახოთ ყოველ 1 მილიმეტრში ან რაღაცა შეეცადეთ, რომ შეუცვალოთ ტრაექტორია თქვენ ხაზს მოძრაობაში. წავიყვანოთ აქედანაც და თუ იჩქარებთ, გამოგივათ სწორი ხაზი და თუ არ იჩქარებთ, გამოგივათ ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
არ მოერიდოთ ხაზების, ბევრი ხაზების დახატვას და ბევრი სიფრცული, ასე ვთქვათ, აზრების გაშვებას. ეს ყველაფერი გამოგადგებათ უფრო მეტად. და რაც წარმოიშვება გადაკვეთები, ისევ მე ამ გადაკვეთებს ვამბვალებთ. ეს ალგორითმი შეგიძლიათ გამოიყენოთ, აი უცებ რაღაცა გჭირდებათ, რომ აი რაღაცა უცებ მოიყვანოთ სისრულეში, სადღაც მიდიღართ თავიდან გამოცდაზე, ან შეხვედრაზე და აი რაღაც განსრახვა ჩანაფიქრი გაქვთ, ხო? დილას შეიძლება რომ დახატოთ, ან წინა დღეს იცით, რომ არის ესეთი ხო რაღაცა უნდა მოვიდეს ესეთი თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგ დროსაც შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ როგორც აღნიშნე რაღაცა ახალი პროექტის დაწყებისას გააკეთოთ ეს რომ მინდა ჩანაფიქრი, მაგრამ ვაპირებ რომ თქვათ რამე ნივთი შევიძინო, გავყიდო, რაღაც მოვიტანო სიახლე ჩემ ცხოვრებაში, ხო, რაღაცა შევცვალო, აი ამ დროსაც ამას იყენებთ და თავარი, როგორც გითხარით, არის გაწეროთ თემა, კარგად რას ამუშავებთ. ესე იგი ეს მოვრჩით ახლა ძირითადი ნაწილი და ახლა შეგვიძლია აქ უკვე ფერი შემოვიტანოთ, ანუ მოვახდინოთ არქეტიპირება ჩვენი ნამუშევრის. აი რატო ვხატავთ მარკერით და შემდეგ აი ასეთი ტექსტის გამომყვანით, რომ შევძლოთ გადავიყვანოთ ზედ ტექსტის გამომყვანე, ან შეხამება მიდის ფერის, შეერთება უბრალოდ უკაცრავ, შეერთება მიდის ფერის, აი ამ ძირითად ნახასთან ფერი უნდა გადადიოდეს აუცილებლად, ძირითად ხაზებს უნდა კვეთდეს, აი ასე. და შეგიძლიათ სივრცეში გაიტანოთ კიდე ეს ფერი, როგორც გრძნობთ ისე. ფერზე გავიმეორებ, მინიმუმ 2 უჯრედი უნდა იყოს ერთი ფერით გაფერადებული გვერდი. არ არის აუცილებელი დახატოთ სწორედ ისე და ფერი ისე შემოიტანოთ, როგორც აი აქ ხედავთ ახლა, ხო, ამ ვიდეოში. თქვენ შეგიძლიათ თქვენებური ინტერპრეტაცია გააკეთოთ და ასეც უნდა იყოს. თქვენ გამოგივათ და განსხვავებული იქნება იქ ფერიც ალბათ და ფერის მოძრაობა ნაკადები. და კიდე თეთრიც ფერია, ამიტომ გაფერადების დროს გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ დატოვოთ, თქვათ, ნახატის გარკვეული 20% თეთრ ფერში. არქეტიპირების დასრულების შემდეგ შემოგვაქვს სქელი, ციფრცული, ხაზი. ეს ნამუშევარში თქვენ შეგიძლიათ უკვე არსებულ ხაზებს გაყვეთ და შეგიძლიათ რაღაცა ახალიც დაამატოთ. ეს სიფრცული ხაზი, ეს არის სამყაროს ენერგია ჩვენს ნამუშევარში. სამყაროს ძლიერი ენერგიის შემოტანა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს განზრახვას. აქაც გაითვალისწინებთ, წარმოიქმნება ახალი გადაკვეთის ადგილები და ეს გადაკვეთის ადგილებიც უნდა მოვამგვალოთ აუცილებლად. აი ეს სქელი ხაზი შეგიძლიათ გაავლოთ რამოდენიმე გაასქელეთ კარგად, არ მოგირიდოთ და შეეცადეთ, რომ იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ ტრაექტორიაში, მოძრაობაში, ხო? ახლა ბოლო ნაწილი ეს არის ფიქსაციის ფიგურის გამოყოფა და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს ჩვენი ნეირო ატომი, რომელსაც ვაქცევთ ფიქსაციის ფიგურას. ანუ რას ვაკეთებთ? რამოდენიმეჯერ კიდევ ნეირო წრეს ვავლებთ და კიდევ უფრო გამოვყოფთ ჩვენს ატომს. კიდევ უფრო გამოვყოფთ, აი გავუკეთეთ მომგვალებები, ანუ ნეირო ხაზი სწორხაზოვანი კი არ იყოს, აი ესეთი დააკლაკნეთ და შემოხაზეთ გადაკვეთის ადგილები ისევ. ნახეთ. უფრო გამოიკვეთა, ხო, ჩვენი განზრახვა. იფიქრეთ თქვენს განზრახვაზე, თქვენს იდეაზე, განახორციელეთ და რაც უფრო მეტს იფიქრებთ და ხშირად დაუბრუნდებით ამ აზრს, უფრო სწრაფად მოვა გადაწყვეტილება, იდეები, თქვენი გონება მოძებნის გზას, როგორ
მოხდეს და შესრულდეს თქვენთვის საუკეთესად და მარტივად განხორციელდეს თქვენი იდეა. წარმატებებს გისურვებთ.